კბილი საშინლად მტკიოდა. სტომატოლოგმა მითხრა, რომ პროცედურას ალერგიული სინჯის პასუხის გარეშე ვერ ჩამიტარებდა. სინჯზე რიგში მომიწია დგომა. თავისუფალი ადგილი არ იყო. ამასობაში ტკივილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. მაინტერესებს, რამდენად აუცილებელია ასეთი სინჯის ჩატარება ნებისმიერი პროცედურის წინ. ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა პაციენტმა გამოაქვეყნა. კითხვამ დიდი ინტერესი გამოიწვია, არის თუ არა ალერგიული სინჯის სტომატოლოგიური მკურნალობის აუცილებელი ნაწილი. საქართველოში ალერგიული სინჯის ჩატარება ვიზიტის დროს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სტომატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ნაი მახაჭაძის მტკიცებით, თანამედროვე სტომატოლოგიაში ეს პროცედურა სავალდებულოდ არ მიიჩნევა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად სტომატოლოგთან ვიზიტის დროს გამოიყენება ალერგიული სინჯები, ხოლო ცივილურ ქვეყნებში მსგავსი რამ ნამდვილად არ ხდება. მშობლები დაბნეულები არიან ამ ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრების გამო. მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე სტომატოლოგიაში ალერგიული სინჯის ჩატარება სავალდებულო ნამდვილად არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი ანესთეტიკების მიმართ ალერგია ძალიან იშვიათია. ხოლო ალერგიული სინჯის უარყოფითი პასუხი არ არის გარანტი იმისა, რომ არ განვითარდება ალერგია. სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ალერგიული სინჯის უარყოფითი პასუხი არ წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ მომავალში ალერგიული რეაქცია არ განვითარდება. მხოლოდ სინჯის შედეგზე დაყრდნობით პაციენტის უსაფრთხოების სრულად შეფასება შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დეტალური ანამნეზი, ანუ პაციენტის ან მისი მშობლის გამოკითხვა, ქონიათ თუ არა ალერგიული რეაქციები სხვადასხვა მედიკამენტებზე წარსულში. თუ არსებობს საეჭვო ან დადასტურებული ალერგიული ისტორია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ალერგოლოგის კონსულტაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. სწორედ ამიტომ თანამედროვე რეკომენდაციები უპირატესობას ანიჭებს სწორად შეგროვებულ სამედიცინო ისტორიას და არა ალერგიული სინჯების რუტინულ ჩატარებას. შესაბამისად, ალერგიული სინჯი თანამედროვე სტომატოლოგიაში ყველა პაციენტისთვის სავალდებულო პროცედურად არ განიხილება. სპეციალისტის თქმით, უსაფრთხო მკურნალობის საფუძველი პირველ რიგში დეტალურად შეგროვებული სამედიცინო ისტორია და ინდივიდუალური რისკების შეფასება.